გამარჯობა მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, ისევ ეთერში ვარ ჩვენ და თქვენ უყურებთ არხს რაგაცინებს. დღევანდელი თემა იქნება რაღაც სრულწმენები და მითები, რომლებსაც ბავშვობაში ან დიდობაშიც გვეუბნებოდნენ და მე ამ მითებს და რაღაც სრულწმენებს ვიჯერებდით რა და ვცდილობდით ხოლმე რომ რაღაცა ამ სრულწმენის საწინააღმდეგო დაწავსულიყავით რა. გავიაზროთ რამდენად სიმართლეა ან რამდენად არ არის სიმართლე. სპონსორი ისევ არ ყავს, ისევ ვფარავთ ამ სასმელებს, რატო ვფარავთ რეალურად არ ვიცი რა, მაგრამ რაღაცა ვითომ აი ჩვენ 26 ადამიანმა არ გაიგოს რომელს არ აქვს სვამთ თუ რაღაც, ან რომელსაც წვენს სვამთ. აუ ნეტა რომელი იყო? თურმე მისახვედრი ალბათ, ხო? აი კი არის. ამიტომაც სანამ გადავალთ უშუალოდ რაღაცა სრულწმენებზე, მანამდე ერთი დავუვლიოთ. ყველა იმ სრულწმენას გამომარჯოს, რომელიც სრულწმენად შევა და რომელიც მართლა არ ახდება და მართლა სიმართლე არ იქნება რა. მე მაგალითად ბევრი სრულწმენა მაქვს, რომელიც დღემდე მგონია, რომ თუ ისე გავაკეთებ და იმის საწინააღმდეგო თუ წავედი, აუცილებლად ეგრე რაღაცა ძალიან ცუდი უნდა მოხდეს, რაღაც კატასტროფა დატრიალდა. რეალურად სისულელია რა თქმა უნდა. მაგალითად ყველაფერს გეტყვით რა. გაგვიმარჯოს. ჩემი სურვილი იქნება და აი ამ ჭიქით იმას გავუმარჯოს ამ ვიდეოს მაყურებლებს. რაც შეიძლება მეტი მაყურებელი უნდა დააგროვოს ამ ვიდეόν, თორე უკვე ძალიან რაღაცა ნელი ტემპით მივიდივართ წინ. დალევა ძალიან კაია. დალევის მომხრე არ ვარ, არავის არ მოგიწოდეთ თუ დალიოთ. მით უმეტეს ჩვენ ქვეყანაში მაინც და მაინც არ არის ისეთი ხალხი, ვინც თრობას კარგად იტანს და კარგად ეგუება. მე დიდი ალბათობით ერთმანეთს შეხვენ და ერთმანეთს რაღაცებს უშავენ, მაგრამ მე როგორც ესეთი დალევა ძალიან სიამოვნებს რა და მიყვარს ამ. ეხლა გადავიდეთ იმ სრულწმენებზე და იმ რაღაც მითებზე რა, რაზეც წერა საუბრობდით. მე ბავშვობაში ძალიან ბევრი მითი, აი მითი კი არა, სრულწმენა გამი, მითი ძალიან ბევრი გამი. მითები იყო ხოლმე ჩემ ბავშვობაში, რომ აუ ჭინკები არსებობს, სოფელში რა ჩავდივართ ხოლმე, სულ მაგაზე იყო საუბრები, რომ ჭინკები არსებობდნენ, ღამე გარეთ ვერ გავიდოდი, ხეებზე იჯდნენ რაღაც, ჯერ ამ ჭინკა ამ თუ ჭინკაა ხეზე რატოზის, ანუ ხეზე რატოს დამემალოს ხო, ანუ რაღაც ჭინკის მუღამი ხო, ისა იდეაში ბავშვობაში ეგრე ვაშინებდით ერთმანეთს, რომ ჭინკა არის, რომელიც მოგიტაცებს და რაღაცა დებილობებს გაგიკეთებს და მე შენს დიდი ალბათობით ჭინკა გახდები, ხო? ოკეი, აი, გავყვეთ მაგლოკიას და მიიტაცებს და ჭინკა უნდა გავხდე. აი, ჯერ ის ეშინია ჭინკებს. მაგრამ თუ ეგრე არის, ოკეი, ეგრე არის, ანუ ხეზე რატო იმალება? ანუ აი მითხარი, ხეზე რა უნდა? ჩამოვიდე სადმე, ანუ რაღაცა სადმე კედელთან დამემალოს და იმ კედელთან ახლოს რომ მივარ, ბრახ და მომიტაცოს, ხო? ანუ ხეზე რა უნდა? ჯერ ხეზე ხო ასვლაზე ხო წვალოს, ანუ მე ხიდან როდის ეგ ჩამოვა, სანამ ეგ ხიდან ჩამოვა, ალბათ მე გავიქცევი, დიდი ალბათობით გავიქცევი და გავასწრებ ალბათ, არ ვიცი, მაგრამ ეგრე მგონია რატომღაც. ნუ თუ გადმოხდება, რავი, ეგეც ცოტა ის არა, კაროჩე, ძალიან სისულელე იყო რა. სრულწმენა რომელიც იყო ბავშვობაში ბებიაჩემის და დედაჩემის მეუბნებოდნენ ხოლმე, რომ მარილს რო ვიღებდი, ანუ არ დაგეყარო, სწორედ ჩხუბი იცისო რა. დღემდე აი 28 წლის ვარ, დღემდე მარილი რო დამეყრება, აი სამზარეულოში რამე საჭმელს ვაკეთებ და მარილი თუ დამეყარა, ინსტინქტურად რა, აი ავტომატურად უკვე გამჯდარი იმდენად მაქვს, რომ უნდა გავიცინო რა რაღაც დებილობაზე, აი დამეყარა მარილი და ჰაჰაჰა ვიწყებს იცის, ანუ ტვინში რაღაცა დებილობა ისტორიას ვიხსენებ, რომელზეც უკვე გაცინებული მაქვს და ის ისტორია შეიძლება 5 წლის წინანდელი იყოს. იმ ამბავს ვიხსენებ და აი ვიცინი, რომ ანუ თუ დაგეყარა მარილი რა, ეს გაცნება ამ იმას ავსულობას თუ რაღაცა ეშმაკს ან ნეიტრალებს რა. ანუ ის კი არა რომ ჯვარიან ვერცხლიან რაღაცა ნაკურთხი წყალი კი არა, სიცილიან ნეიტრალებს. თუ მარილი დაგეყარა და არ გინდა რამე ცუდი მოხდეს, უნდა გაიცინო, რომ ეს რაღაც განეიტრალებს. ანუ სისულელე თუ რაღაცა უნდა მოხდეს, ხო, ანუ მარილის დაყრა რატო მიწყვიტავს რაღაცა, მაინც მოხდება, ხო? არ ვიცი, ჯერ რავი, რატო გონიათ, რომ ესე არის რაღაცეები გაწერილი, რომ შენ მარილი იმიტომ გეყრება, რომ ცუდი მოხდეს, ანუ
ვინ თქვა, ვიღაცას მარილი დაეყარა, როდესღაც რაღაც წლების უკან რაღაც მარილი დაეყარა, რაღაც ცუდი დაემართა და მარილი რო იმეყრება, მე ცუდი რაღაცა იმემართა. რავი, რა შუაშია. აი, ლოგიკაში ვერ მოდის, ხო? ქირამა გადასახტია, ქირას ვერ ვიხდი და რა ვთქვა, რომ ვინც ბინას ქირაობს, ის უეჭველი ვერ იხდის, ანუ სისულელე, ხო? ანუ ლოგიკაში არ იზრდება რა. ულოგიკოა, უკონტექსტოა. მაგრამ აი ბავშვობაში ხო ბავშვობის მუღამი ხო იგა რა ბავშვობაში რაღაც სწორი მიმართულებები უნდა მიცე ბავშვს რომ რაღაცა მე ცხოვრების დასულ პერიოდში რაღაცა სწორად კონდეს რაღაცები ჩამოყალიბებული რა ეგეთი რაღაცები დამემართა მეც და მომენტ მაგან განაპირობა მე ზუსტად ის რომ რაღაცა დღემდე აი 28 წლის ვარ ბავშვობის ასაკიდან გამოვიდი რამდენი ხანი ვარ დღემდე ეგ მაგ დარჩენა თუ მარილი დამეყარა სულ რაღაცა ცუდი უნდა მოხდეს და სულ ვცდილობ რომ მარილი არ დაიყაროს მოკლედ კიდე იყო ხოლმე ისანე ქალებზე გამიგია ეგეთი ისა რომ ეხლა მაგიდას არა კუთხის თავი, მაგრამ კუთხეები ხო აქვს მაგიდას 4 კუთხე ხო აქვს კუთხის თავში თუ დაჯდები ვეღარ გათხოვდები 7 წლედი ქვია მაგას თუ სწორად ვიცი. ანუ ვინ დაარქვა? ეგეც ალბათ ეგრე იყო რომ ვიღაცა ქალი შინაბერა რაღაც კომუნისტების დროს რაღაცა 90-იანებში თუ 70-იანებში თუ 50-იანებში როცა იყო რაღაც ვერ გათხოვდა და მე რატო ვერ გათხოვდა ის ოჯახის ქალიმა დაიწყეს ლაპარაკი რატო ვერ გათხოვდა და მე მივხვდი ეგ ხო სულ კუთხეში იჯდა მაგიდის კუთხეში იჯდა და მაგიდა ბიჭო კაი რა სისულელი მაგრამ ვიღაცებს ესეც ჯერათ ვიღაცებს კი ძალიან ბევრს ჯერა რა ზოგადად ეს ხუმრობა მომისმენია გოგოებისგან რა ხუმრობით რა უთქვამთ ხოლმე მაგრამ ჩემი აზრით ხუმრობით არ უთქვამთ იმიტომ რომ ეგის რაღაცას რო ამბობ ანუ არ ხუმრობ რა მართლა ფიქრობ აი მე მარილზე ხო გეუბნებით და მართლა სრული სერიოზულობით ვაკეთებ ხოლმე მაგას მარილზე და კიდე ერთი ეგეთ შრომა მაქვს მაგას გეტყვით ამით რას გავამარჯოს ამით რავი ერთ გადაცემაში მეც გამიმარჯოს რა ვიცი მაგის დედაცოტირე სულ თქვენ სადღი გზავნო სვამ სულ და რა ვიცი არც ნახვები ემატება არც გამომწერებთ ერთხელ მეც გამიმარჯოს რა ვიცი მე და ჩემს კატებს გამომარჯოს ტომი იქით არის ჯერი იქით არის შუაში მე ვარ რა აქეთ იქით თაიგული შუაშია მაიმუნი თაიგული დაჭკნება მაიმუნი დარჩება მაგრამ ისინი მაინც უფრო ლამაზები არიან მოკლედ ჩვენ სამს გავგუმარჯოს რა ერთი დღე არ დამილევია და საერთოდ სხვანაირად ისმება არ არის უფრო გემრიელი გემოა ქვიზე სხვა შემთხვევებში აქვს რამდენიმე დღე რომ გადავობა მე უკვე გემო აღარ ვარ გახო ეს კაია ფერს ვერ ხედავთ მინიშნებას მოგცემ წითელია და თეთრად აქვს წარწერები გოგოებო მოგმართავ თქვენ დაივიწყეთ ეგ სისულელე ცრურწმენა თქვენ თუ გათხოვება არ გიწერიათ სულ კუთხეში კი არა სულ რავი სადაც არ უნდა დაჟეთ მაინც ვერ გათხოვდები თუ ბედია მაინც გათხოვდები ანუ რაღაცების დაბრალებას რაღაცებს არ უნდა დააბრალო ხოლმე რა კიდე მაქვს ხო, ჩემი თქმა იქნება, რომ არხი გამოიწეროთ, რა თქმა უნდა, და არხის გამოწერასთან ერთად კომენტარებში დაწერეთ, აი, რავი, ნებისმიერ ადამიანს თქვენ რა ცრურწმენები გაქვთ რა. მე რამდენიმე ცრურწმენა მაქვს, ხო, მართლა მაქვს ეს ცრურწმენა და ვერ მოვიშორი. ანუ დაჟე მაგ ცრურწმენების საწინააღმდეგოდ წავსვლა, მაგრამ რო წავსვლა საწინააღმდეგო ხო, რა თქმა უნდა, ცუდი არაფერი არ მომხდარა რა, მაგრამ მაინც ვერა, ვერ გადავლახე საკუთარ თავში, რომ ანუ არაფერი, რა, იმდენად მაგ დალექილი, რომ ეგრე უნდა მოხდეს. ერთი ცრურწმენა კიდე რაც მაქვს. სულ არ ვიცი რამდენი ცრურწმენა, ალბათ 3-4 ცრურწმენა მაქსიმუმ ეგრე მქონდეს რა. ერთი ცრურწმენა რაც მაქვს კიდე. ეს ცრურწმენა შეძენილი მაქვს დასრულ ასაკში შევიძინე ეს ცრურწმენა რა. ჩემო მეგობარმა შემძინა ბატონმა დავითმა რა. მოკითხა დავითს, ერთი ბარი დავლიოთ, მეგობრებს გავუმარჯოთ და ისეთ მეგობრებს, რომლებიც მით უმეტეს შორს არიან ჩვენგან, ანუ ახლოს რო არყოს ეგეთ მეგობრებს, მაგრამ სულ მეგობრებად ვთვლით, აი ეგეთ მეგობრებს გავუმარჯოს რა. მოგითხა ჩემო კარგო და რა ვიცი, გაგიმარჯოს რა. ყველა მეგობრს მოგითხა რა თქმა უნდა. მაგრამ მოკლედ ჩემს მეგობარს დავით როგორც გითხარით
მქონდა ეგეთი სრულწმენა რა არასდროს არ მქონია ეგ სრულწმენა ანუ აი არასდროს არ მიმიქცევია მაგისთვის ყურადღება რა ეგეთი სრულწმენა მქონდა რომ ღამე არა უბრალოდ მზე რო ჩავიდო და ზის სასვლაც ინდივიდუალურია ზაფხულში სხვა დროს ჩადის სამთაში სხვა დროს რა მზე როგორც კი ჩავიდო და მზე ჩასულზე მოკლედ ჭხილების დაჭრა არ შეიძლება რომ რაღაცა უბედურება შეიძლება მოყვეს ერთხელ რაღაც საუბარი ქონდა და აი მაშინ მითხრა რომ ესე და ესე სრულწმენა მაქვს რა და იმდან რაღაცა ვისაუბრეთ ერთმანეთს რაღაც აი ხო იმდან რაღაცნაირად არ ვიცი როგორ მაგრამ რაღაცნაირად ბართლა ჩავთვალე რა ეგრეა თქვა და მაგის მერე ჭხილებს ვერ ვიჭრი როცა მზე არ ან დღის შუქი თუ არ არის მზეს ვერ ვიჭრი დღის შუქი თუ არ არის ჭხილებს ვერ ვიჭრი რა სულ აი რაღაცა 5 წუთის დაბნელებული იყოს აი ვერა შანსია გონია რომ ქვეყანა დაიქცევა რა მაგრამ ეგეც ის არის რომ დამიძლევია ეგ ისა სრულწმენა და კაროჩე ერთხელ ეგრე იყო რომ სადღაც მივდიოდი და ანუ უაზროდ დიდი ჭხილები მქონდა რა ანუ არ იყო არც ლოგიკაში არ ჯდებოდა ახალგაზრდობის მაგალითად ჭხილები რო ქონოდა და ამიტომ მეთქი არა უეჭველი უნდა დავიჭრა მეთქი ალბათ კიდე დავიჭერი რა მეთქი რაც არის თქო დავიჭერი თქო რა დავიჭერი და გარეთ რო გავედი რავი არაფერი არ მოხდა რა გავიდა რამდენიმე წელი მაგის მერე ალბათ რავი ხალ გზივარ და YouTube-ისთვის გადაცემას ვწერ და ფაქტია რომ არაფერი არა ეგრე და არ მუშაობს ეგრე მოკლედ რა სრულწმენები ისევ სრულწმენა დაჭრა რაც ქვია მაგ სახელს ამართლებს მოკლედ რა კიდევ არის ჩემ მეგობარს ქონდა კიდე ეგ სრულწმენა ერთად აღმოაჩინეთ ჩემ ოჯახშიც არის აქვს ვაფშე ეგ მგონი ოღონდ ეგ გონი სრულწმენა არ არის ეგ უფრო სხვა რაღაცა არის რა მოკლედ თვალი რო გითამაშებს ნუ არა უბრალოდ ნაე სრულწმენა არის ეგეც რომ თვალი რო გითამაშებს ესე იგი რაღაცა ცუდი მოხდება მაგრამ კარგი რომ ანუ ცუდი რო აირიდო თავიდან რა ეგეთ რაღაც გამოსავალი არსებობს სოლუშენი მაგის რომ მაგის თავიდან კარჩი მოკლედ ეგეთ რაღაც არსებობს რომ თვალი რო გითამაშებს რომელი თვალიც არ აქვს მნიშვნელობა 1 2 3 ესე უნდა გააკეთო რა ორთიც კოცნი და ორ ნაკოცთიც იდევ თვალზე რა ეგეც მაქვს მაგასაც ვაკეთებ ხოლმე სხვათა შორის და ჩემს მეგობართან შემიძლია ერთხელ რაღაცა სადღაც ვიყავით აღარ მახსოვს მე მგონი კი არ დიდი ალბათობით დავითან ვიყავით სახლში და ეს ჩემი მეგობარი ეგრე აკეთებდა და მეთქი 1 წუთი რას აკეთებ შენ რა და ნუ ესე და მოდ აღმოაჩინე რომ ერთნაირი რაღაცა სრულწმენა გვაქვს ეგეც სრულწმენაა ხო ანუ თვალი რა ნერვით რაღაც ნერვით თამაშობს თავისთვის და ეხლა შენ ის გინდა დამაჯერო თუ ნერვით თამაშობს ესე იგი რაღაცა უაზრობა და უბედურება მოხდება შენ სისულელე ამ ბევრი სრულწმენა არსებობს რა ეხლა ამ ვიდეოს მოკლედ რო გითხრათ ამ ვიდეოს აზრი და მიზანი რა არის რა არხზე როგორც მახსოვს 5 ან 4 ვიდეოდებს რა აღარ მახსოვს ზუსტად რამდენი მაგრამ მუღამი არის ის რომ რაღაცა კვირაში ერთხელ ერთ ვიდეოს ვდებთ მოკლედ რა და იმდენად არ გვინდოდა რომ ეს რაღაცა ერთი კვირა ჩაგვეგდო და რაღაცა სხვა დროში დაგვედო ვიდეო რომ აი მოდი რა გადავიღოთ და უცბად მოდი იყოს ეგეთი სრულწმენებზე ვისაუბროთ რა და რავი დავჯექი მე სასმელი მომიტანეს და რა ვიცი მითხრეს რაზე ვილაპარაკო და სასმელი თუ იქნება დანაშე ლაპარაკს აღარ უნდა ხო და ამიტომაც რა მაგიტომაც გადავწყვიტე რომ სრულწმენებზე გვესაუბრა და კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ ვისაც რა გაქვთ ეგეთ რაღაც სრულწმენები რავი და კომენტარეთ ძალიან ბევრი სრულწმენა აი ძალიან ბევრი გამიგია კიდევ ოღონდ გამიგია ერთია და იმდენად არარეალური იყო რომ ყურადღება აღარ მიმიქცევია რა იმდენად რაღაცა აზრს მოკლებული იყო რომ მეთქი კაი ჯანდავას არსებობს ეგ სრულწმენა იარსებობს თავის კიდევ არის ეგეთ სრულწმენა კატა თუ გადაგირბეს წინ რა ოღონდ ყველა კატა შავი კატა თუ გადაგირბეს წინ ის არის ცუდის ნიშანია რა იმ გზით აღარ უნდა წახვიდე რა ანუ რაღაც გზას უნდა მოუვარო და უნდა იცადო რომ ის გზა არ გადაკვეთო ან თუ მაინც მიდიხარ და ამ გზის გადაკვეთა გიწევს რამდენიმე ვარიანტი არის რა ერთი არის რომ ქვა უნდა ისრო ქვა უნდა გადააგდო რა მეორე არის რომ ქუდი თუ გახურავს ქუდი უნდა მიიბრუნო უკან რა ხო და მე ეგ სრულწმენა რომ მაქვს ის არის
მე ვაკეთებ ხოლმე რომ თუ გადამირბინა კატამ ვცდილობ რომ არ გადაუშვა იქითხას ანუ ვცდილობ რომ შევაშინა რომ უკან გაბრუნდეს და ეგრე გამკეთებია ბევრი კეპით უხურებია და კეპით შემომიბრუნებია და მოკლედ სისულელია რა ცუდია ეგეთი ცრურწმენები რო გაქვს იმიტომ რომ რაღაცეებში ხელს გიშლის ანუ მე მაგალითად კატაზე ძალიან ისევა მაგრამ კატაზე არის ძალიან კაი ეგეთი რაღაც გამოთქვა კიანუ რივზი მსახიობი რო არის კიანუ რივზს კითხეს რომ ესე მითიო რაღაცა აი ამ მითზეო რა სიტყვიო რა აღარ მახსოვს გონი ფელონის შოუში იყო აღარ მახსოვს რომელ შოუში იყო მოკლედ და ეგეთი კითხვა დაუსვეს რომ ესე რაღაცა კატამ თუ გადაგირბინაო ჰაი ჰუი რა და ტომ კრუზი კიანუ რივზი პასუხობს ეგეთ რაღაცას რომ მაგის უნდა გეშინოდეს იმ შემთხვევაში თუ ვირთხა ხარო რა ანუ და მაგას რო დაუფიქდი რაღაცა ცოტა სხვანაირად შევხედე მაგას ანუ მეთქი მართლა კატამ რატო ანუ შავი კატა რა ანუ სახში ყავს შავი კატა რა პრობლემა რატო უნდა იყოს ეგ მაშინ შავი კატა რო სახში ყავს ყველა სახლიდან გასვლაზე რაღაცა უბედურება მე გემართებოდეს ხო მაგრამ მე ეგრე დავფიქრე თუ ცხოვრება ისე გაქვს მოწყობილ რომ მართლა ვირთხა ხარ და რაღაცა საშინელი ცხოვრება თუ გაქვს ალბათ მოხდება შენ ცხოვრებაში რაღაცა საშინელება და მაგრამ რაღაცნაირად გაანეიტრალა ეს რაღაცა ცრურწმენა და იმდენად აღარ მაქვს ხოლმე რა მაგრამ როგორც ესეთი ეგ ცრურწმენა ეგეც ერთ-ერთი არის იმათგანი რაც ცრურწმენებიც მაქვს თქვენ რა ცრურწმენებით გაქვთ ეგ ყველაფერი კომენტარებში დაწერეთ რა დაჟე კომენტარებში ისიც შეგიძლიათ დაწეროთ რა აი რაზე ვისაუბროთ რა ესე რა იმიტომ რომ მე მგონი ეს საუბარი უფრო რაღაცნაირი გამოვიდა რა ვზივარ სვამ საუბრო რა მადლობა 26 გამომწერე ყავს აი იმდენად არ მინდოდა რომ კვირა ჩამეგდო და რაღაცა ერთი ვიდეო მაინც დაგვედო რომ აი დავჯექი და რაღაცა ცრურწმენებზე დავიწყეთ ლაპარაკი რა მართლა იმდენად მომწონს ეს რაღაცა ცოტა რაღაცა დასახვეწი არის, ცოტა რაღაც კი ძალიან ბევრი რაღაც არის დასახვეწი, მაგრამ იმდენად სასიამოვნო პროცესია ჩემთვის, რომ რაღაცნაირად კარგად გძნობ თავს. მართალია არც ბევრი ფოლოვერი არ ყავს, არც ბევრი ნახვევს არ ვაგროვეთ, მაგრამ ნუ სადღაც გულის სიღრმეში რაღაცა იმის იმედი მაქვს, რომ რაღაცა რომ გამონწერებით გვეყოლება და რაღაცა ნახვევსაც დავაგროვეთ, სოლიდურ ნახვევს და რაღაცა გავიჭაჭებით იმისთვის, რომ თქვათ, რომ რაღაცა იუთუბერები ვართ და ვაუ და ჰაი და ჰუი. მოკლედ გაგიმერძით ყველა იმ ადამიანს, ვინც ლაიქით, ნახვით, კომენტარით თუ რაღაცა ნებისმიერ სახით გვერდში გვიდგა ხართ და რაღაცა არხის განვითარებაში რაღაცა სულ მცირე წვლილი მაინც შეგაქვთ. და ყველა ადამიანს სულმესი მადლობა რა. ძალიან ბევრი გამოწერება გვეყოლება. გპირდებით, რომ ის გამოწერები, ვინც იქნებით, ყველა რაღაც გათამაშებას ძალიან ბევრი გათამაშებას ჩავატარებ ხოლმე მოკლედ რა. კვიდა, აი მართლა კვიდა, დაიმახსოვრეთ ეს ვიდეო, თუ არ მოხდა ესე, აი 50000, კაჩი 10000 ყოველ 10-ზე, ყოველ დამგვარებულ გამომწერზე, აი იქნება რაღაცა გათამაშები რა, 10000, 20000, 30000, 40, 50000, 60, 70, 80 და აი ეს ყველა დამგვარებულ რიცხვზე იქნება რაღაც გათამაშები. მე რა გავაკეთო? 10000 გამომწერზე რავი, ისეთ სიურპრიზს გაიკეთებთ, რომ რა, სიურპრიზები კიდე ძალიან მიყვარს. სიურპრიზზე მეტად არაფერზე არ ვგიჟდებ. აღარ მახსოვს რას ვამბობდი, მაგრამ ცოტა მახსოვს, კარგად არ მახსოვს, მაგრამ რასაც ვამბობდი, უეჭველი კარგად ვამბობდი. ვა. ხანე მოკლედ ეგეთი ამბავია რა. და არის სასმელი, მოდი მე სასმელი ჩავცალ და დღეისათვის სულ ეგ იქნება რა. კიდე არ მახსენე, კიდე არის რაღაცა ცრურწმენები, კიდე არის რა. კიდე არის ეგეთი ცრურწმენები, რომ მაგალითად კარების ჩარჩო რაც არის, მაგ ჩარჩოში არ უნდა დადგე რა, აღარ მახსოვს ზუსტად მაგან რა იცის. ეგიც რაღაცა ცუდთან ასოცირდება რა. ვაფშე რა არის, იცი მაგარი არის, იცი აი ეს რაღაცა ცრურწმენები ხო ცუდთან ასოცირდება რა, ანუ მოდი რაღაცა ეგეთი ცრურწმენები გავაკეთოთ, რომ კარგთან ასოცირდებოდეს, ანუ მაინდა-მაინც ცუდი რატომ უნდა მოხდეს ხო? ანუ რაღაცა კაი მოხდეს ხო შეიძლება რა. მოდი ვთქვათ ეგეთ რაღაცა, რომ აი მაგალითად მე თუ დღეს მარილი დამეყნება, პირიქით ცუდი კი არ მოხდება, ძალიან კარგი მოხდება და ითხრე ჩემს იქნება და კატასტროფულად კარგი, ანუ
ნეგატივით რატო ვთვითოთ, ანუ ჩვენს ქვეყანასაც ჩვენ ერთს როგორ ნეგატივი არ აკლია და აი 21 საუკუნეში რა ამბებიც ტრიალებს მთელი სოფლიოს გარშემო, რა ვიცი, ნეგატივი კი არა, და რაც შეიძლება მეტი დადებითი გვინდა ხალხს, რა. მაგალითად არ მე რამდენად გამომივა არ ვიცი, მაგრამ თუ გამომივა მაგასაც გეტყვის, რა. თუ მარილი დამეყრება, როგორც გითხარით, წრწმენაა ჩემი და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე, რომ ის მარილი არ დამეფანტოს, არ დამეყაროსა და ამიტომაც თუ დამეყრება და დამეფანტება, მაინც ვეცდები, რომ დადებით ემოციად გარდავქნა რა და თავი იმით დავარწმუნო, რომ კი დამეყარა, მაგრამ აი რაღაცა კარგი მოხდება რა. ამიტომ თქვენც ეგრე გირჩევდით რა. კიდე იცით რას მივხვდი? კიდე იმას მივხვდი, რომ ამ არხის გაკეთება განა ის იყო, რომ YouTube-ზე ვიდეოები დაგვედო. მე მგონი ის იყო, რომ რაღაცა ერთი დღე მაინც ქონოდა ის მიზეზი, რომ ის სვამ, იმიტომ რომ გადაცემა სჭირდება, თორე განადალევა კი არ მინდა, просто გადაცემა. მაგიტომ რომ დამენდა, მე მგონი ეგ იყო ამ არხის შექმნის მიზეზი და მიზანი, თორე რა ვიცი. სვამ, რო სვამ ვის რას გიშავით, რავი, თუ უშავებ, ჩემ თავს უშავებ, ხო? ღვიძლად დარხეულმეც ხო არაფერს, რა ვიცი. დალევა არის ეცოდი რამე არა, კაი გასართობია რა. თუ დანიშნულებას თუ უპოვი, სწორად თუ უპოვი დანიშნულებას, მაშინ ძალიან კაი. თუ დალია იმისთვის, რომ ეხა მე დავлеვ და გავალ და იმას დედას მოვუტყვა, სისულელია რა. ეგ ვერც დალევა შეიგებ და ვერც ვერაფერი. უნდა დალევა, იმიტომ რომ რაღაცები ცოტა ალბათ რაღაც სხვანაირად შეხედო რა. მე არ მოგიწოდეთ რომ დალევა დაიწყო და დალევა კარგია თქო, მაგას არ გეუბნებით. მაგრამ როგორც ესეთი თუ დალევა ქსიამონის და თუ დალევა შენ რაღაცა კარგ გამოცდილებას გაძლევს, რავი, რატომაც არ უნდა შეიზღუდო ჩემი აზრით თავი რა. ამიტომაც გაუმარჯოს დალევას. დალევას გაუმარჯოს და ყველა ისეთ დალევას გაუმარჯოს, რომელიც ცუდად კი არა, ძალიან კარგად დროს დაგამახსოვდება, ძალიან კარგად რო გაერთო, ეგეთ დალევას გამომარჯოს. ცუდად რო დაგამახსოვდება, ეგეთ დალევას ჯობია ისევ არ დალევა და ის ჯობია რომ წავხვიდე და იწინო რა. ესეთი ამბებია მოკლედ რა. მიკროფონთან მუშაობას დავამუყავ. წინა ვიდეოებში და აღმოვაჩინე ეგეთ რაღაც, რომ ეს შვენიერი მიკროფონი, რომელსაც ჩვენო მეგობარმა გვაჩუქა და გადმოგცა და გითხრა, რომ აი თქვენო გადაცემისთვის გამოგადგებათო, ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანს. მიხვდება ვიზიც არის საუბარი, რომ ნახავს ამ ვიდეოს დარწმუნებულად მომწეს, რომ შენ შიქ ხარ გაკო არ მიჩუქნიო, მაგრამ მე ვცდილობ რომ ვიჩუქო. განსაზღვრელი ვადით, მოკლედ ჩვენს ხელში არის რა. ხო და აღმოვაჩინე ეგეც რაღაცა, ცოტა შორს ვიჯექი ხოლმე და ხმა კარგად არისმა და ეხლა ვცდილობ რომ ახლოს ვიხო, კარგად ისმოდა შენი ხმა. ეხლა შენო ყურებში რაღაცა საშინელი მოხდა, მაგრამ არ აქვს. რამდენი წელი გავწევთ. მოკლედ ყველანაირი წრუწმენა არსებობს რა. მართლა გთხოვთ და მართლა თხოვნა მექნება დამიწეროთ კომენტარებში დაწეროთ ის წრუწმენები, რომლებიც თქვენ იცით რა, რომელიც თქვენ გსმენიათ, თუ ეს გააკეთებ ის მოხდებოდა ჰაი და ჰუი. აუ სისულელია. აუ აისა ის რა იყო, რაღაცა ძალიან აი როგორი აბსურდული ის მოვისმინე, იცი აუ როგორი იყო. просто ეხა იმენა არ მახსოვს რა, თორე ძალიან აბსურდული იყო რა, აი ძალიან სასწაული წრუწმენა იყო, მეთქი რა ხდება, ჩემი ეგეთი წრუწმენების ვეთქი მე თვითონაც კი აღარ მჯერა თქვენ რანაირად კი. აღარ მახსოვს მოკლედ რა. ის გამახსენა კიდე ბავშვობაში იყო ხოლმე ეგეთ რაღაცა რა. გველს თუ ამბობდი სიტყვას გველს რა, ალბათ ბევრს გამახსოვებათ ეგეც რა. ბავშვობაში ძალიან კაი იყო, ბავშვობა რა, რამდენი რაღაცის გახსნება შეიძლება ბავშვობინაჩ. იმ მომენტში არაფერი არ განაგვირს და გაინტერესებს და ცხოვრობ რაღაცა იმისთვის, რომ ეზოში გავხვიდე შენს მეგობრის ეთამაში და მე იზდები და ეს ყოველდღიური მოცემულობა და რაღაცა ნორმა რადიკალურად ისვა. ხო და ეგეთი ის იყო ხოლმე, რომ გველს თუ იტყოდი რა, ჩვეულებრივ გველი რა, ქვეწარმავალი, გველს თუ იტყოდი, წითელი უნდა გეპოვნა, ფერი წითელი და წითელცხელი, ამ სამჯერ უნდა გითქვა ეგ, რომ მაგას თუ იტყოდ, გველი აღარ შეხვდებოდა რა და თუ არ იტყოდი, ამას გველი უიჭველი შეხვდებოდა. თან ამ გველების ზიზღი რა, მე ზიზღება გველს რო ხედავ,
არ შემიძლია იმ ვიდეოს ყურება და YouTube-ზე რო რაღაცა YouTuber-ებს რო ყოლიათ რაღაცა ჩელენჯები რო გაუკეთებია და გველი რო ყოფილა იქ, აი არ შემიძლია. ან TikTok-ზე, Instagram-ზე Reels რო scroll-ავ და რაღაცა ეგეთი იჩნდება, აი არ შემიძლია ყურება და მთელი ბავშვობა მაგას დატანჯული ვიყავ, რომ ვიღაცა გველს თუ იტყო და ეგრევე დავაი გველს წითელს ვეძებდი, რომ წითელს ეს სისულელი მე. რაც გავიზარდა იქ ყველაფერი შევცვალე და აი მაგაზე ეგრე აღარ წითელს აღარ ვეძებ რა, მაგრამ რამდენი ეგეც იმდენად არის ჩემში დალექილი, რომ რამდენჯერაც გავიგებ სიტყვა გველს, ანუ ეგრევე ტვინი ეგრევე იწერს, იმაზე ვფიქრობ, წითებიქა, წითელი სად არის, წითელი ნუ აღარ ვეძებ და არ მივდივარ წითელს ხელის მასაკიდება, მაგრამ როგორც ესეთი ეგეც დამრჩა რა. არ ვიცი ეხლა ამ ვიდეოს მე გამოჩნდა, რომ აშკარად რაღაცა ბევრი ცურწმენა მქონია რა და მაინც მომეწონა თქო არა, მაგრამ რაც არის ეგ არის რა. ყველაფერი იმას გავუმარჯოს, რასთან ერთად ვცხოვრობ და რასაც ვერ გავურბივართ და მაინც როგორ ვთქვა, ყველაფერი ისეთ გავუმარჯოს, რასაც გვინდა გავიქცეთ, მაგრამ ვერ გავურბივართ და იმასთან ერთად ცხოვრებას ვეჩვევით და ვსწავლოთ. აი ეგეთ გამოცდილებას გავუმარჯოს მოკლედ რა. და მოკლედ დღესაც სულ ეს იყო, როგორც გითხარით, ესე უბრალოდ კვირის ჩაგდება რო არ გვინდოდა, მაგიტომაც გადავწყვეტით, რომ ესეთი ვიდეო გადაგვაქვს. რა გამოვიდა, როგორ გამოვიდა, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ რაც გამოვიდა, ეგ გამოვიდა. იმედია, რაღაც საინტერესო რაღაცები ვილაპარაკე, რაც საინტერესო ცრურწმენები გაგახსენეთ. მაგრამ კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ, რომ კომენტარებში დაწეროთ ის ცრურწმენები, რაც თქვენ გაქვთ, რა. დაგემშვიდობებით. გამიხარდა თქვენთან საუბარი, გვერდში რომ მითხართ რაღაც დამლაპარაკებელი რომ ყავს თან სასიამოვნო მოკლედ რა. დაგემშვიდობებით და მოკლედ რა ვიცი. ამ გადმოსახედიდან თუ ესე ვფიქრობთ, რომ არ გვინდა კვირის ჩაგდება, მაშინ შემდეგ კვირასაც ისევ შევხვდებით, რა. და ამ ვიდეოთი ჩემი თხოვნა იქნება, რომ ეს ვიდეო ნახვევით გადაცდეს 150 ნახვას. იმიტომ რომ 160 გვაქვს მაქსიმუმ 200 ნახვას გადაცდეს რა. და ვიტყვი რომ ძმაო საღოლ მეთქი რა. მე უკვე ცრურწმენებს კი არა, წმენებზე ჩავწერ, მე შემდეგ გადაცემას რა. გაგიმარჯვეთ, მადლობა ყურებისთვის. ვინც გიყურა მაგა. არ ვიცი როგორ ასწორ. პაკა.